შავი ზღვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა. მისი სილამაზე, სიმშვიდე და უსასრულო ჰორიზონტი ყოველდღიურად ათასობით ვიზიტორს იზიდავს. ზღვის მთავარი ღირებულება მხოლოდ მისი ხედები არ არის. ის უნიკალური ეკოსისტემაა. მისი ღმერთში სიცოცხლეა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი და განუყოფელი ნაწილი დელფინებია. ბევრისთვის განსაკუთრებულ სანახაობას სწორედ დელფინები წარმოადგენს. მათი ნახვა და ცქერა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილებაა. თუმცა ბოლო თვეებში ეს სანახაობა მძიმე რეალობამ ჩაანაცვლა. ბოლო რამოდენიმე თვეა სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება მსგავსი პოსტები. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან ყოველდღიურად აქვეყნებენ სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინების შესახებ ინფორმაციას. ანაკლიდან სარფამდე საქართველოს ისტორიაში გამორიყული დელფინების რეკორდული და ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა. ფაქტიურად ჩვენ ასეთი სეზონი არ გქონია, გულისხმობ ნეგატიური კუთხით, ანუ ამ რაოდენობის გამორიყვები ჩვენ ზღვისპირეთში ამ პერიოდში და ესეთი რაოდენობის არ დაფიქსირებულა. როდესაც ხდება დელფინის გამორიყვა ჩვენ სანაპიროზე, ჩვენ ვცდილობთ ვთქვათ, თითოეულ გამორიყვის შემთხვევას მივანიჭოთ გამორიყვის მიზეზის კატეგორია. ანუ რომ გამოირიყა გასაგებია, მაგრამ რა არის ამ გამორიყვის მიზეზი? ამისთვის არსებობს სპეციალური ალბომები, სპეციალური შრომები, კვლევები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ამის მიხედვით ხდება იდენტიფიცირება მიზეზის. მაგალითად, ვამბობ, თუ თქვა დელფინი დაღუპული არის სანავიგაციო ტრავმით, მას სხეულზე აღენიშნება პროპელერთან შეხების და შეჯახების ნიშნები, გარეგნული ნიშნები და ის იდენტიფიცირდება როგორც ნავიგაციური ტრავმის შედეგად გამორიყული. თუ თქვა ბადეშია მონახვედრი, მას ბადის ნაჭდევები აქვს, სხეულზე ეტყობა ბადის ნაჭდევები და ხდება მისი იდენტიფიცირება როგორც ათევზმეურნეო ფაქტორი. თუ თქვა ვერცერთი შემთხვევის იდენტიფიცირება ვერ ხდება, მაშინ ხდება მისი იდენტიფიცირება როგორც დაავადების, როგორც ან ინფექციის, ან პათოლოგიის და ასე შემდეგ. ამის ალბომები არსებობს. ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვა, ეს მხოლოდ გამორიყვა არ არის. ეს არ არის მხოლოდ სამეცნიერო ფაქტი. რომ აი ვიღაც მაგალითად მეცნიერი არჩევ კუჩბანი და რაღაცას ამონიტორინგებს და რაღაცას აღრიცხვის. ეს ასე არ არის. ეს არის ქვეყნის ბიოუსაფრთხოების თემა და საგანი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ბევრი საერთო დაავადებები გვაქვს ჩვენ და აქ არის ბევრი რისკები. რისკებია იმის, რომ კონტაქტი ხდება ადამიანების, მე ვიდეოები მაქვს არაერთი ნანახი მოგვაწოდეს, პირდაპირ გამორიყულ დელფინს, მაგრამ ბავშვები ეფერებოდნენ. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ხალხი ეფერებდა, ზღვაში კატეგორიულად გამორიცხულია მასთან კონტაქტი, ეს არ შეიძლება არანაირად. ხშირია ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ. ხო, ნუ მკვდარ დელფინებთან ხდება შინაური ცხოველების შეხება, აქ ფრინველები შედიან მასთან კონტაქტში, ძაღლები, ხრნელები, ასე შემდგომ, ანუ არსებობს ეს ყველაფერი ბიოუსაფრთხოების რისკის შემცვლელია. ეს კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენ. ამიტომ ეს ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ ესეთ შემთხვევებზე მოხდეს სათანადო რეაგირება, განსაზღვროთ უპირველეს ყოვლისა რა არის მათი დაღუპვის მიზეზი. და თუ თქვა ჩვენ საქმე გვაქვს რომელიმე ინფექციასთან, რომლის ადამიანზე გავრცელების რისკები არსებობს, ქვეყანა ამის საფრთხეში უნდა იყოს და უნდა მიიღოს პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ რაღაც პანდემიის გავრცელების ზღვარზე. ამიტომ ამას უნდა უფრო სიღრმისეული მიდგომა, ქვეყანას უნდა ქონდეს შესაბამისი ლაბორატორია, უნდა ტარდებოდეს შესაბამისი კვლევები. სამწუხაროდ ძალიან ხშირია შემთხვევები, რომ გვირეკავს მოსახლეობა, რომ აი გამოირიყა დელფინი, ჩვენ ურეკავთ შესაბამის სამსახურებს, გასულა ერთი კვირა, გასულა 10 და არც კი გააქვთ, ანუ გვამი არ გააქვთ იმისთვის, რომ უბრალოდ მოხდეს მისი გადაყვანა, ან მისი დაწვა, თქვა კრემაცია, ან მისი დამარხვა, დადგენილი წესით და ნორმატივებით, სპეციალური შხამქიმიკატებით დამუშავება მისი, რომ დაავადებების გავრცელების რისკი იყოს მინიმიზირებული და აღმოფხვი. ესეც კი არ ხდება. იმიტომ რომ აქ ბიოუსაფრთხოების ელემენტებია, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე და ასევე რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მდგენელიც, იმიტომ რომ ზღვის ძუძუმწოვრები წარმოადგენენ ჩვენი ზღვის ეკოსისტემის ინდიკატორებს, ხო? ანუ მათი მდგომარეობა, მათი სტატუსი პირდაპირ ასახავს ზღვის სიჯანსაღეს, პირდაპირ. ანუ თუ თქვა ზღვის ძუძუმწოვრების რაოდენობა მატულობს და თქვა მათი
სტატუსი, პოპულაციის სტატუსი არის კარგი და დამაკმაყოფილებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ ზღვის ეკოსისტემა იმყოფება კარგ კონდიციაში და პირიქით, იმიტომ რომ ესენი არიან ყველაზე მაღალი რგოლი ეკოლოგიური პირამიდის კვებითი ჯაჭვის და აქ ეკოლოგიური ფაქტორები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი მაჩვენებელია ზღვის გარემოსი. ზუსტი მიზეზების დადგენას კომპლექსური კვლევა სჭირდება, რომელიც დღემდე გამოწვევად რჩება. თუმცა სანამ მათი გამორიყვის მიზეზები ბოლომდე არ იქნება შესწავლილი, ყოველი ახალი შემთხვევა კიდევ ერთ შეხსენებად დარჩება, რომ ზღვა ყოველთვის იმაზე მეც გვიყვება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.